დაურეგე შვილო, გარგვი ესად არიან მოდიან თუ არა? ვეფას მივწერე, არ დარეგოთო. სად წავიდა ის გოგო? დევა ქვია რა? რა ქვია? არ მესმის. ის გოგო თუ თავისინებით წავიდა, გულჯემალ ბეი უკან რატომ გაედევნა? ონი გზაში რაღაც შეემთხვა, ჩემი ძმისთვის დაურეკავს. დახმარება უთხოვია, უფალო დაიფარე. ნუ ნერვიულობთ, რადგან დევამ გულჯემალს დაურეკა და დახმარებას თხოვა, გულჯემალი მოკვდება და სახლში მის გარეშე არ დაბრუნდება. იმედია ჯანან, იმედია. ბეფა, რას გწერს? დევა უნახავთ, სახლში ბრუნდებიან. მადლობა ღმერთს. ხომ გეუბნებოდით? ხომ თქვი ასე იქნება მეთქი. მადლობა უფალს. ისე ვარ პასუხობენ? არა, ვერ ვუკავშირდები ქალბატონო. სად ნახე ისინი? ადრე რაღაც საქმესთან დაკავშირებით შევხვდი. კიდევ ერთხელ დაურეკე. დევა გულჯემალთან ერთად სახლში ბრუნდება. ასეთი თავდაჯერებული როგორ იყავი? რა მოიმოქმედე რომ ბრუნდება? ნუ რაფერს მეკითხები. დანაპირები შეგისრულე. შეთანხმება არ დაარღვიო და თანამშრომლობა განაგრძე. გეგმაში გათვალისწინებული არ მქონდა არმაღანი თუ შეიტყობდა, მაგრამ დევას დაბრუნება მაინც მოვახერხეთ. გულჯემალის სადავეები ჯერ ისევ ჩვენს ხელთ არის. დიახ, რა თქმა უნდა. იტალიელებთან დაკავშირებით ჩვენ მიერ დაგებულ მახეში გაება. უპირატესობა ისევ ჩვენს მხარესაა. ეს საკმარისი არ არის ზემრულა. შვილს დამაშორა. იძულებული გავხდი რომ ჩემი შვილი აქედან გამეშვა. ეს საკმარისი არ არის. სამაგიეროს გადავუხდი. რას აპირებთ? მას გონია რომ მარტივი ლუკმა ვარ. მას ვეჩვენებ რომ ასე არ არის. აგრესიულები უნდა ვიყოთ. მოდიან, მოდიან. მოდი, მოდი შვილო. მოდი. დამენახე. ძალიან მწუხარ. ჩემო საყვარელო. მოდი. ფრთხილად. დევა, საყვარელო რა დაგემართა? ფეხზე დიდხანს ნუ დავაყენებთ. ოთახი მზად არის. დათვს თავზე გადავაფარე. თურმე გეშინია. დევა ჰანი მიამიერიდან ქვედა სართულზე იცხოვრებს. ოთახი მოუმზადეთ. სახლში შევიყვანოთ. ფეხზე დიდხანს ნუ დავაყენებთ. წამოდი საყვარელო. ძმაო, რა ხდება? ვეფა, ხოლო ჩენ წამოდი.
დედა საფერს ვსაუბრობთ. ის ქალი დედა შენია. ჩემი დევას დედა. და ჩემი დედა. ყველა ჩვენგანის დედაა. დევას მოკვლას ნუ თუ მართლა ის ცდილობდა. ჩემი აზრით გაგიჟდა. ჭკუიდან შეიშალა. მის საქციელს სხვა ახსნა არ აქვს. იფექ, ნუ თუ შესაძლებელია რომ დედა ჩემი ასეთი ფსიქოპათი იყოს. ეს შეუძლებელია, არა? შეუძლებელია. არ ვიცი. როგორ მომიქცეთ? გოგოს გატაცებას ეცადა. დედა ჩემ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიგოს რომ აქ ვარ. არმაღან, დედა ზაფერზე ვსაუბრობთ. ის ზაფერ ფეხლივანია. გველის ხრილში რომ დაიმალო, ის ქალი მაინც გიპოვის. რას აპირებს სადარჩები? ვერ მიპოვის. როგორ? ისეთი ადგილი ვიცი. დედა ჩემი იქ ვერავითარ შემთხვევაში ვერ მიპოვის. დარწმუნებული ვარ. იტალიელებთან შეხვედრა ზაფერჰანიმს მოუწყვია. ეს როგორ? ასეთი რამ როგორ მოხდა? როგორ? ეს იმას ნიშნავს, რომ იტალიელები ზაფერჰანიმის წარმომადგენლები არიან. დარწმუნებული ხარ? დარწმუნებული ვარ. გაირკვა ზაფერჰანიმმა დევა რატომაც გაატაცებინა. იმ დღეს აქ დევას დასაყვანად არ მოსულა. პირიქით იმის სათქმელად მოვიდა, რომ აქ დარჩენილიყო. გულჯემალ ბეის გვერდით შემინებით ვრჩები. მასთან მუშაობ. ახალ ესკიზებს მისთვის შევქმნი. ეს სიტყვები მისმა გამზრდელმა ზაფერჰანიმმა ათქმევინა. უზრუნველყო რომ იტალიელებთან ხელშეკრულება გაგვეფორმებინა, მათთან გვეთანამშრომლა, რადგან იტალიელები ისედაც ზაფერჰანიმთან მუშაობენ. დევა პირველად რომ გავიცანი თავიდანვე მითხრა. ვინ ხარ? ვინ ხარ, ვის უბრძანებ? ჩვენ მხოლოდ ზაფერჰანიმისთვის მუშაობთ, გესმის? სიმართლე უთქვამს გრძელ წამწამებიანს. ჩემს წინადადებას რომ დათანხმდა, იცოდა რომ ზაფერჰანიმისთვის იმუშავებდა. მას ვენდე. შემდეგ რაღაც მოხდა, არ ვიცი რა. მაშინ გაიქცა, როდესაც მას ყველაზე მეტად ვენდობოდი. ზაფერჰანიმმა ეს გაიგო და მოღალატე თავისებურად დასაჯა. მისი თავის სხვებს გაატაცებინა. რას ამბობ ძმაო, ნუ თუ მართლა ასეა. გამოდის ის გოგო ჯაშუშია? ფაქტი სახეზია ვეფა. როგორ მოვიქცეთ? გულჯემალს სულელად ვერავის ჩავათვლებინებ. მათ ისეთ მახეს დავუგებ, რომ ზაფერჰანიმის სასჯელს მთელი თავისი ქონების დაკარგვით აგებს. პასუხს იმ გოგოსაც ვაგებინებ, რომელსაც ამ სახლში ხელის გულზე დაატარებენ. პასუხს ყველა მათგანს ვაგებინებ. ყველა თავისას მიიღებს. ჩემო ლამაზო, რა დაგემართა? ხელები მოსწყდეთ. რას გერჩოდნენ? რა უნდოდათ? ჩემი ძმა ისეთი გაცეცხლებულია. დევა ძვირფასო, როგორ ხარ? რა დაგიშავეს? სტამბოლში მივდიოდი. ჩვენ წინ მანქანა გაჩერდა. გზა გადაგვიჭრეს. ვიღაც კაცებმა გამიტაცეს. იმდენი მოვახერხე, რომ გულჯემალს დავურეკე. და დახმარება ვთხოვე. რამე დაგიშავეს? ჩემი მოკვლას ცადეს. დამარხეს. ცოცხლად დამარხეს. ღმერთო, რა მხეცები იყვნენ. ვერაფერი გავაკეთე. ვერაფერი. მათი საუბარი მესმოდა. ყველაფერი მესმოდა, მაგრამ არაფრის გაკეთება შემეძლო. ვინ იყვნენ? არ ვიცი. ვინ შეიძლებოდა ყოფილიყვნენ?
ასე ვის უნდა ვესისხებოდე? ვინ შეიძლება ისეთი ბოროტი აგრესიული ადამიანი იყოს? ჩემი მოკლა ვის უნდა სდამოდა? ახლა ამაზე არ ვფიქრო. ახლა აქ ხარ. კიდე აბასანა მოგიმზადო. დაიბანე დაისვენე. ჭრილობებს დაგიმუშავებთ, კარგი? კარგი. ჩვენ წავალთ, დედა გარა მოგხედავს. გავიდეთ საყვარელო. წამოდი. რა ხდება გულენდამ? წახვედი და აღარ დაბრუნდი. გოგოს რა დაემართა? მე ერთ ისეთი საშინელება გადაუტანია. მას რომ უსმენდი, ცუდად გავხდი. არ მომიყვები გულენდამ? სახლიდან გაქცეულა. მგონი სტამბოლში მიდიოდა. გზაში გააჩერეს და გაიტაცეს. მერე? ცდილობდა მათ ხელიდან დასხულტამოდა. ამ დროს დაშავებულა ქონება დაუკარგავს. გონს რომ მოსულა აღმოჩნდა რომ ცოცხლად დამარხული იყო. წარმოგიდგენია? ჩემს ძმას რომ არ მიესწრო, ცოცხლად დამარხავდნენ. რა სისულელეს ამობ გულენდამ? რას მეუბნები? იმას გეუბნები, რაც იმ გოგომ მითხრა. შენ რა გჭირს? რატომ დაიძაბე? არა, არ დავძაბულ ვარ. რომ მითხარი ცოცხლად დამარხესო? ისე რა ჩვენი საქმეა, გოგო გადარჩა, ცოცხალია. ახლა კარგად არის? კარგად არის, კარგად, ჩემო ძმამ კარგ დროს მიუსრო. შოუ დაუდგამს. რა თქმა უნდა, გაგიკვირდა? ბოლოს და ბოლოს გოგო გადაარჩინა. გადაარჩინა. რაღაც უნდა გკითხო. მაგალითად, თავს მეც იგივე რომ გადამხდენო და გადამარჩენდი? რა თქმა უნდა. როგორ დავიღალე? ოთახში ავალ. დავისვენებ. კარგი, შენადი, მე ორ საქმესთან დაკავშირებით მაქვს სამუშაო და ვიმუშავებ. შენ დაისვენე, ფეხმძიმედ ხარ. თავს უნდა გაუფრთხილდე, უნდა დაისვენო. კარგი. სადელი მზად რომ იქნება დამიძახეთ. კარგი. ძმაო, იქნებ ცდები. არა. იქნებ ისე არ მოიქცა ეს გოგო როგორც შენ გონია. მოიქცა. მაინც რომ განიცდი? არ განვიცდი. ხომ იცი რა წერია ჩემს წიგნში ვეფა? სამაგიეროს გადავუხდი მას, ვინც მე მიღალატებს. სამაგიეროს საკუთარ დედას გადავუხდი და დევას არ გადავუხდი. გისმენ. ძმაო, სტუმარი ყოლია. ნუ ღელავ, დევა კარგად არის. ვიცი, გავიგე. აბა რატომ მოხვედი? იმიტომ რომ წასასვლელი არსად მაქვს. დედა ჩემმა არ უნდა მიპოვოს. მას ახლა ჰგონია რომ ლონდონში გავფრინდი. როგორც მხედავ აქ ვარ. მხოლოდ ეს არის ის ადგილი, სადაც არ მომძებნის. ეს სწორედ ის ადგილია.
თუ პრობლემა არ იქნება, შეიძლება გარკვეული ხანი აქ დამმალო. სულ ტყუილად ელოდები, დევა, არ მოვა. რას ფიქრობ? მის ადგილას შენ რომ ყოფილიყავი, მიხვიდოდი? არ მოვა. არ ელოდო, არ მოვა. გულჯემა? რას აკეთებ? თავი ვინ გონია? ხომ გითხარი მეორედ ახარ შემეხო მეთქი? ახლავე გარეთ გადი. პირდები არ შეგეხები, დევა. დევა. კინაღამ ჭკუიდან შევიშალე. მეგონა რაღაც შეგემთხვა. პირდები ამ ჯოჯოხეთიდან გაგიყვან. თავი ვინ გონია? ეს არის ჯოჯოხეთი. თავარი ჯოჯოხეთი შენ ხარ. ჯოჯოხეთი ის არის, რომ შენნაირი უხერხი ადამიანი ჩემ გვერდით არის. ამ სახლიდან შენ გამოგავიქეცი. დევა. არ მომიახლოვდე, თორემ ვიყვირებ. რა ხდება? სათქმელი სხვა არაფერი გაქვს? ვიყვირებ. მიდი და იყვირე. და ემოსახდენი მოხდეს. ჩემი არ გესმის, დევა? მე შენ მიყვარხარ. სახლში წამიყვანე. ჩვენ მხოლოდ ზაფერხანი მისთვის მუშაობთ. გადი. კარგი. ოღონდ ერთი რამ დაიმახსოვრე, დევა. მე შენთვის ზურგი არ შემიქცევია. ისეთი უმწეო, ისეთი საწყალი ვინმე ხარ. მეწოდები. მეორე ოთახში შენი ცოლი წევს.
იცი იმ ქალს უყვარხარ. ნედავ შენი ნამდვილი სახის დანახვა შეეძლოს. შენ სიყვარულს კი არა, ადამიანურ მოპყრობასაც არ იმსახურებ. ახლა კი წადი. მერტ. გთხოვ. მერტ, რა საკეთებ? არ გინდივარ? გთხოვ. არ გინდივარ? არა, ვერ გამიგე. შენთვის არაფერს წარმოვადგენ? არა. პირიქით. ვფიქრობთ, რომ საიმედო პიროვნება ხარ. მე? ქალბატონო, ხუმელიდან ახლა ხანს გამოვიღე. არ მინდა, მხოლოდ ჩაის დავლებ. არა მაღანი ტელეფონს არ პასუხობს. დიდი ხნის წინ უნდა ჩასულიყო. ვაღიაროთ, არ ტყუის. ქალბატონო, მათ ვერაფრით დაუკავშირდი. გულჯემალი მათ დახოცავდა. ცეცხლებს არ დატოვებდა. გულჯემალს კარგად იცნობ, ქალბატონო. ის მე გავაჩინე. მითხრა შენ არ გავარო. მაგრამ იცი, ჩემ შვილებს შორის ყველაზე მეტად ის მგავს. ზედმეტი თუ მომივა არ გაბრაზდე, ქალბატონო. მართალია, საყვარელი ადამიანი მოგიგლა. მასე გაბრაზებული ხარ, დაბოხმილი ხარ, მაგრამ ის შენი ნაწილია. ასეა. ვერ წარმოგიდგენია არა. ფიქრობ დედამ საკუთარი შვილები როგორ უნდა მიატოვოსო. 19 წლის ვიყავი, საიმს რომ მიმათხოვეს. მამა ჩემმა სულ ცემა ტყებით გამათხოვა. გათხოვებისას მთელ ტანზე ჭრილობები მქონდა. გულში კი მხოლოდ მუსტაფა მყავდა. საიმი ცუდი ადამიანი არ იყო. მასე რომ ვფიქრობ, გული მიგვდება, მებრალება. მაგრამ ვერ შევიყვარე. მესისხებოდა. მთელი დღე მეძინა. არაფერს ვაკეთებდი, სულ მეძინა. უბედური ვიყავი. დამიჯერა, უბედურებისგან ვინმე თუ მოგვდებოდა, მე ვიქნებოდი. შემდეგ გულჯემალი დაიბადა. უზარმაზარი შავი თვალები ჰქონდა. ისეთი თვალებით მიყურებდა. მიგვირდა, ახალდაბადებული ასე როგორ მიყურებს მეთქი. ჩემთვის ვთქვი, ამ უბედურების დროს რატომ დაიბადე მეთქი. გულჯემალი დავარქვი, რადგან სულ მომხიმარი ყოფილიყო. თავისი სახელი ვუთხარი. გამიღიმა. მეც გავუღიმე.
მისი სურნელი შევიკრძენი. ვარდის სურნელი ასდიოდა. გავუხიმე. მანაც გამიღიმა. შემდეგ ვიგრძენი, რომ ჩემთვის ძალიან მძიმე იყო და ტარება მიჭირდა. რა უნდა გამეკეთებინა? ის საიმის სისხლი და ხორცი იყო. თელ ჩემს ცხოვრებას მასთან ერთად ხომ არ გავატარებდი. მისთვის უნდა მომევლო. მინდოდა რომ მომკვდარი იყო. ხო, ნამდვილად ასეა. შემდეგ გულენდამი დაიბადა. ბევრი ვეცადე ფათუშ. ყველაფერი ვცადე. მაგრამ ვერ შევიყვარე. უფალმა მაპატიოს. ამის შესახებ არ მახანმა. არაფერი უნდა გაიგოს. გესმის ფათუშ? მას თავკარგავ, თუ გაიგებს როგორი დედა ვარ. თვალები ცრემლით რეტო მაგებსო. გთხოვ, ნუ დირი, არ იდირო ფათუშ. კარგი ორცხობილას შევჭამ. მიირთვით ქალბატონო. დილიდან არაფერი მიჭამია. გებრიელია. შეგერგოთ. რა? ასე ალმაცერად რატომ მიყურებ ძმაო? როგორ უნდა მოგცეულიყავი? არ უნდა მომეყვანა? მას შენ ცენდობოდი ხომ ასეა? ხო. შენც მიაჩვიე, არავის არ უნდა მიაჩვიო, გესმის? ცხოვრებაში არავის არ უნდა ენდო. არავინ არ უნდა შეიყვარო. თავი არავის გამო არ უნდა გაწირო. ხელსაყრელი მომენტი ჩაუვარდება თუ არა, პირველივე შემთხვევის დროს გაიქცევიან. იცოდა, რომ მამამის მხოლოდ მის სანაცვლოდ თუ გაათავისუფლებდა, ურჩხულს ეხმარებოდა. მამამისი გაეთავისუფლებინა. ანუ მამის გამო თავი გაძირა. მოდი, შემოგვიერთდი. აქ რას აკეთებთ? რას გავაკეთებთ? ნარინ ხანიმს დავბირდით. კარავი გავშალეთ და სხაპრებს ვუკითხავთ. ეს ხაბარი დასრულდება და სახლში წავალთ, ხომ ასიაშვილო? ხალსაღამოს ისევ მოვალთ და სხაპრების წაკითხვას გავაგრძელებთ. კარგი? მე შემოგიერთდეთ? მოდი, მოდი. უნდა დაისვენო რატომ ადექი. რა ვიცი, ვერ დავიძინე. ვიფიქრე გარეთ გავალ. სუფთა ჰაერზე გავისეირნებ მეთქი. კარგად მოგწეულ ხარ. ნარინ ხანიმ, რომელ ზღაპარს კითხულობთ? ძეთვნახავი და ურჩხული. მართლა? ჩემი ზღაპარია. არა, ჩემი ზღაპარია. იმის თქმა მინდოდა, რომ ძეთვნახავის და ურჩხულის ზღაპარს ყოველ საღამოს ვკითხულობდი. ზეპირად ვიცი. ჩემი ყველაზე საყვარელი ზღაპარიც არის. მაშინ შენ წამიკითხე. კარგი. აქ შევჩერდი.
იმ დღის მერე ურჩხულის სახლში ცხოვრობდა. თავიდან ურჩხული ძალიან ეშინოდა. ურჩხული მას სუფრასთან ეპატიჟებოდა. მისთვის დიდებულ სუფრას შლიდა ხოლმე. მაგრამ ზეთუნახავი პირში ერთ ლუკმასაც არ იდებდა. დრო გადიოდა და თანდათან ეჩვეოდა. ერთ დღეს თავისი ოთახიდან გავიდა და სახლი დაათვალიერა. სახლი, რომელიც თავიდან ბნელი, საშიში ეჩვენებოდა, მშვენივრად მოწყობილი, ნათელი სახლი ყოფილა. ზეთუნახავს გაუკვირდა, ეზოში ულამაზესი ვარდები იყო. შემდეგ ურჩხულის წიგნები დაინახა. ზეთუნახავს წიგნების კითხვა ძალიან უყვარდა. რადგან როდესაც ადამიანი აღარ გიყვარს, ის შენ შეკვდება. ურჩხულმა ზეთუნახავს წიგნები მისცა, რომ მას წაეკითხა. ზოგი წიგნი თვითონ მან წაუკითხა. ზეთუნახავი მიხვდა, რომ ის სახლი და ურჩხული შეუყვარდა. მხოლოდ მამა ენატრებოდა. მაგრამ მამამის ურჩხულის ჯადოსნური სარკიდან ხედავდა ხოლმე. ერთ დღეს ზეთუნახავის მამა ავად გახდა. ზეთუნახავი ურჩხულს შეევედრა, რომ მამამისის სანახავად გაეშვა. მაგრამ ურჩხულმა ამის უფლება არ მისცა, რადგან იცოდა. ზეთუნახავი თუ წავიდოდა, უკან აღარ დაბრუნდებოდა. ისიც ადგა და გაიქცა. წასვლისას ურჩხულის სახლი გადაწვა. სახლი სულ დაიწვა? ურჩხულმა ზეთუნახავი არ მიადოვა, უკან გაედევნა. შემდეგ ურჩხული დაიჭრა. ზეთუნახავს გაქცევა შეეძლო. შეეძლო დაეტოვებინა და გაქცეულიყო. მაგრამ ზეთუნახავი არ წავიდა. ვერ მიატოვა. რადგან შინაგანი ხმა ეუბნებოდა, რომ ერთადერთი არსება, რომელიც მის დაცვას შეძლებდა, ურჩხული იყო. ზეთუნახავმა თავის შინაგან ხმას მოусმინა და ურჩხულთან დარჩენა ამჯობინა. იმ დღის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ზეთუნახავი ურჩხულთან თავისი სურვილით დარჩა, რათა ურჩხულს გამოჯანმრთელებაში დახმარებოდა. შემდეგ ურჩხული ახლოს გაიცნო. ურჩხულს დიდი გული ჰქონია, უზარმაზარი გული. ცოტა გიჟი იყო, უცნაურიც. მაგრამ ზეთუნახავზე ისე დადებითად მოქმედებდა. თითქოს დედამიწაზე ერთადერთი სანდო არსება მხოლოდ ის ყოფილიყო. ზეთუნახავს თავის დაცვა ასწავლა, თვითგადარჩენა ასწავლა. ერთად სასიამოვნო დროს ატარებდნენ. დიდხანს საუბრობდნენ, იცინოდნენ, ცეკვავდნენ კიდეც. ურჩხულს და ზეთუნახავს იმდენი რამ ჰქონდათ საერთო. აღმოჩნდა, რომ ორივე მათგანს ერთი საყვარელი წიგნი ჰქონდათ. ესე იგი შენ ციცი ტკბილი პორტოხალი. თურმე ცაზე მოგაშკაშე ვარსკვლავების თმაში ჩაბნევა შესაძლებელი ყოფილა. უკვე ერთმანეთს მიეჩვევდნენ. ერთმანეთს ენდობოდნენ. ურჩხულმა ზეთუნახავს უფლება მისცენ, რომ მამამისის სანახავად წასულიყო, რადგან მას ძალიან ენდობოდა. იცოდა, რომ მას არ მიატოვებდა. იცოდა, რომ სახლიდან არ წავიდოდა. ზეთუნახავს გული დასწყდა, როდესაც იმ სახლიდან მიდიოდა
მას ვერც კიდე აემშვიდობა, რადგან იცოდა რომ ურჩხულს ვეღარასდროს ნახავდა. რატომ ხომ თქვი რომ ერთმანეთს მიეჩვევნენ, რომ ერთმანეთი შეუყვარდათ? იძულებული იყო, ასე მოქცეულიყო. მიზეს ურჩხულს ვერ ეტყოდა. ბერეუბნებოდა. იმიტომ რომ ურჩხულის სახლში ბოროტი ჯადოქრის დასახმარებლად მივიდა. შემდეგ ურჩხული შეუყვარდა ვეღარ გაუძლო და გაქცევა გადაწყვიტა. ეს ზღაპარი ასე არ იყო, ასე არ სრულდებოდა. ეს ჩემი ზღაპარია. ჩემი ზღაპარი ასეთია. შემდეგ რა მოხდება? ზეთუნახავი აღარ დაბრუნდება? კი, დაბრუნდა. ურჩხული არ გაუბრაზდა რომ მიატოვა და წავიდა. გაუბრაზდა. მერე შერიგდნენ? ჯერჯერობით არ ვიცი. ამასაც გადავიდანთ. ვინ არის? დილამშვიდობისა დევაჰანიმ, დილამშვიდობისა. ეგ რა არის? გულჯემალ ბეიმ გთხოვა თქვენი ტანსაცმელი ქვემოთ ჩამოგვედანა. საუზმეზე გელოდებიან. მსჯის. ვერაფერი გავიგე. ძმა გულჯემალი საკუთარ თავს ჯის თუ იმ გოგოს? ცეცხლივით არის. ახლოს ვერავინ ეკარება. ყველაფერი კარგად იქნება. თავარია დება დაბრუნდა. გუშინ გოგომ თავისი ისტორია მოგვიყვა. სწორედ რომ ეს ისტორია ურჩხული და მზეთუნახავი. რა იყო? შენს ცელქ გოგონას ჩასადებში მოხარშული კვერცხი ჩაუდია. ნარინ, მიხუმრე დედა, ნუბრაზობ. საკვებზე ხუმრობა ვის გაუგია წიწილა? დედა შენი ჩუსტი მოგხვდება. საუზმე ცალკე სინზე დამიდეთ. დევას ვესაუბრეთ, ცოტა ხანში საუზმეზე ჩამოვა. მისთვის არ მინდა. ჩუსტი ჩაიცვი. არ მინდა. ვიცი. წუხარ ქალბატონო, მაგრამ ნუ წუხარ. არ მაღანი იქ უფრო მშვიდად იქნება. ყველაფერი კარგად იყო. ჩემი შვილი ჩემ გვერდით იყო. ის გველი ჩამოვიდა და მყუდროება დაგვერღვია. ხომ ხედავ არ მაღანი ჩემ ზარს არ პასუხობს. ვიცი რას ვფიქრობ? შენც მასთან ხომ არ წასულიყავი? გულჯემალს ახარ შეხვდები. დამშვიდდები. რას ამბობ? გავიქცე? ის შენ გებრძვის. შენ თუ არ იქნები ვისრას დაუშავებს. არავითარ შემთხვევაში. მე დავიფიცე. ვარანებ აქ რომ ჩამოვიდა. რაც მე გადამატანინა, 1000-ჯერ მეც გადავატანინებ. აქ რას აკეთებ? ემრულახ ბეი როგორ შემაშინეთ? სამზარეულოში შევდიოდი. შედი. არ მესმის ქალბატონო. ამ შემთხვევაში ხომ დევა დაზრალდება. არის რამე სიახლე? დაუკავშირდი ქალბატონო. ცოცხლები არიან, მაგრამ დაშავებულები. გულჯემალი იცვლება. ის გოგო ცვლის. იმას აკეთებინებს, რაც არ უნდა გააკეთოს.
რაც უნდა გააკეთოს იმას არ აკეთებინებს. ხო, მართლა ქალბატონო. არ მაღან ბეის ჯერ ისევ ძინავს. უთქვამს ცუდგუნებაზე ვარ, არავისთან საუბარი არ მსურსო. ჩემზე გაბრაზებულია. ჩემ ზერს ამიტომ არ პასუხობს. ასეა. უთქვამს დედა ჩემთან კომუნიკაცია არ მსურსო. ნუ წუხარ ქალბატონო, გაუვლის. თავარია კარგად იყოს. მშვიდობი დაბინავებულა. სიკვდილის გარდა ყველაფერს ეშველება. აქ რა საქმე გაქვს? წადი, წვერი გადაწმინდე. გადავწმინდე, მაგრამ კიდევ ერთხელ გადავწმენთ. ბევრს ნლაპარაკობ, გადი. გისმენ. როგორც იქნა ტელეფონს უპასუხე. ასე როგორ მოიქეცი? იმ ტიპებმა დევა კინაღამ მოკლეს, გოგო ცოცხლად დამარხეს. მერე რა, ხომ ცოცხალია? შედეგს შეხედე. დევა მაგ სახლში დაბრუნდა თუ არა? გოგო კინაღამ მოაკვლევინე. თავს ამით იმართლებ? ყურადღებით მომისმინე. დევას თმის ერთი ღერით რომ ჩამოუვარდეს, ამ საქმეში მე ნუ ღარ მომიაზრებ. ვინხარო ახსნა განმარტებები შენ გაბარო. გონი ვერ ხვდები რამდენად სერიოზული მდგომარეობაა. ამ ეტაპზე უარს ვერ იტყვი. უკან ვერ დაიხებ. გაიხსენე მაგ სახლში რატომ მოხვდი? შენი მოვალეობა შეასრულე. მართლა? წინააღმდეგ შემთხვევაში რას მოიმოქმედებ? გულჯემალს ყველაფერს მოვუყვები. გულჯემალი გაიგებს ვინ ხარ და მან რას აკეთებ. შემდეგ ვნახოთ როგორ მოგექცევა. გგონია მე არაფერს მოვიმოქმედებ? გულჯემალს ვერ ვეტყვი რომ ამ სახლში შენი წყალობით მოხვდი. გულჯემალით მაშინებ? მე ისედაც გულჯემალის მტერი ვარ. ვიცით როგორც მომექცევა. შენ იმაზე იფიქრე მე თუ არ დაგიცავს. შენ როგორ მოგექცევა. ამ ოთახში დაკაკუნების გარეშე რატომ შემოდიხართ? პირველად და უკანასკნელად გაფრთხილებ. რასთან დაკავშირებით? დევას ახლოს არ გაეკარო. ამ სახლში მას სხვა თვალით შეხედავ. წავალ და გულჯემალს ყველაფერს მოვუყვები. რას ამბობთ? საინტერესოა რას ეტყვით? ვეტყვი რომ დევას საქმრო შენ იყავი. დევამ ყველაფერი მიამბო. ამ სახლიდან შენ გამოწავიდა. მომხდარში დამნაშავე მხოლოდ შენ ხარ. დავინახავ რომ შენ გამო გოგო ნერვიულობს. ან მას რამე დაუშავდება და იცოდე, წამითაც არ მოვიცდი. როგორ შეგაწუხე? სულაც არ წუხდები. არაფერი მიჭირს. ერთ დროს გემზე ოფიციანტად მუშაობდი. კრუიზის გემებზე? ხო. უამრავი ქვეყანა მოვიარე. უამრავი ხალხი გავიცანი. კარგი დრო იყო. მირთვი. რატომ მეხმარები? თავად მთხოვე. უკან არ გავაბრუნებ მას, ვინც კარზე მომადგება. ანუ საკუთარი კანონები გაქვს. გარკვეული. დახმარება მე რატომ მთხოვე? წლებია აქ ცხოვრობს, სხვას არავის იცნობ? დავიჯერო არავის ენდობი? ალბათ გაგიკვირდება, მაგრამ ასეა. არავინ მყავს. არავის ვიცნობ. იბრაჰიმ ბიძიას, დევას, მომსახურე პერსონალის და იფექის გარდა. მე აქ არ გავზრდილ ვარ.
წლები სკოლა პანსიონატში ვცხოვრობდი. მოკლედ რომ გითხრა, შენს მეტი სხვა არავინ მყავს. გახსოვს მკითხე, დედა შენს მართლა იცნობო? მართალი ყოფილხარ. თურმე არ ვიცნობ. მაგრამ შენ იცნობ. თანაც დიდი ხანია რაც მას იცნობ. რაღაც უნდა გაჩვენო. ამათ იცნობ? არ ვიცნობ. შენ? რა თქმა უნდა არა. რომ ვიცნობდე ხომ არ გკითხავდი. ეს სურათი სად იპოვე? დედა ჩემის სახლში, სარდაფში, ძველ ფოტოალბომში. ერთ-ერთი სურათის უკან იყო დამალული. რადგან ასე დამალა, ესე იგი ეს ბავშვები დედა ჩემისთვის ნიშნულოვანები არიან, ძმაო. ძმაო. კარგად ხარ? ხო. თუ გინდა გავიგებ ვინ არიან? სერიოზულად? ხო. ფოტოსურათი გამომიგზავნე. კარგი. გიგზავნი.